დაახლოებით 2 თვის წინ დილით მოვდივარ და კოსტავას დავმარცხე. ყოფილი საჭაშნიკე ღვინის დასაჭაშნიკებელი სპეციალიზებული მაღაზია იყო, რომელიც დღეს აღარ ფუნქციონირებს. ქვევით გაკეთებული არის სტელა, სადაც მოდიოდა ოდესღაც მორაგრაკებდა წყარო. დღეს ეს წყაროც გაუქმებულია, მაგრამ დარჩა ეს სტელა. ეს არის ძალიან პრინციპში აი ამ სიმაღლის ესეთი ფორმის და რას ხედა? სადაც იქნება დაახლოებით 10-20 წუთი. აი ამ სტელაში მთლიანად ჩახატულია დიდი ღორის თავი, ისფერი ღაშ-ღაშის ღორი. წინ სადაც წყარო მოედინებოდა ამ სტელასთან მიდგმული არის დიდი ბეტონის ნაგლეჯი. და ეს ბეტონის ნაგლეჯი გამოყენებულია, ასევე შეღებილია ესეც ვარცხნად გამოყენებულია ამ ღორის დინგად. მაგრამ ეს არ არის მთავარი არის რომ ამ ღორს ახურავს ქუდი, მუნდირის ნაწილი, წარწერით ყველაზე მნიშვნელოვანი დეტალი ამ ყველაფერში. წარწერით პოლის. ეს რომ ნახე, მე მართლა არ დაუჯერე ჩემ თვალებს, იმიტომ რომ ვიღაცამ გაბედა ამ ქალაქში ქალაქი, რომელიც სრულიად არა მარტო პოლიტიზებული, არამედ პოლიციაზე დამყნობილი, დაფუძნებული, აგებული პოლიციურ სისტემაზეა მთლიანად რაც დგას. ეს არის მისი ძალაუფლება გამოხატული და ალბათ ყველაფერი რაც ყველაზე მთავარი და დიდი ინვესტიცია ჩაიდო ჩვენი ქვეყნის სამწუხაროდ. მივხვდი რომ ამას წაშლი. მობილურით გადავიღე, მაგრამ ხარისხი არ მაგმაყოფილებს. შემიძლია ესეც გაჩვენოთ შემდეგ. მაგრამ მივხვდი რომ წაშლიან ჯობე კარგი ხარისხი გადავიღე და სწრაფი ნაბიჯი წავედი შინ. ვაურო კარგი ფოტოაპარატი და კარგი ხარისხით დავაფიქსირო ეს შესანიშნავი. სადამ მივედი ავიღე აპარატი და დავუბრუნდი, ორი დარჩა, მაგრამ სამწუხაროდ წარწერა უკვე წაშლილი იყო. ნუ ძალიან გამიცადე, იმიტომ რომ გული დამწყდა და გეტყვით რაზეც დამწყდა. როდესაც ეშინია სისტემას ესეთი გულუბრალო წარწერეს, ესე იგი მთლად ესეთი ძლიერიც არ არის ეს სისტემა. ისევე როგორც როდესაც გამოვიდა ჰარი პოტერის ქართული ვერსია, ქართულ ეკლესიას უნდათ შეეშინა და წიგნი აკრძალა. აუკრძალა მისი წაკითხვა მრევლს და მისი გაყიდვა შემცირდა ზუსტად 90%. ალბათ წელიწადზე მეტია. ტელეგადაცემებში აღარ დავდივარ. მეცხრე არხიდან დამირეკეს ეს რომ გუდიაშვილის მოედანთან დაკავშირებით აკეთებდნენ გადაცემას. ეს იმდენად იყო მნიშვნელოვანი თვითონ გუდიაშვილის თემაზე ლაპარაკი ამ გადაცემაში, რომ ეს იყო მეცხრე არხის პირველად გასვლა ეთერში. ანუ აქ საუბარია იმაზე, რომ პირველად რომ გადიოდა ეს გადაცემა, მინიმუმ 2 მთავარი ადამიანი გიყურებს ამ შემთხვევაში, როგორც იძინა, ისე მიშა. ეს არის პრინციპში ერთი ჯოხის 2 ბოლო. ანუ მათთვის უნდა თქმულიყო თავარი რაც თქვი. მაშინაც გუდიაშვილის თემის პარალელურად წამოვწიე ეს თემაც, ღორის თემა და თქვი რომ ბრიტანეთი და კერძოდ ლონდონი ეს არ არის მარტო შექსპირის ქვეყანა და ქალაქი. ეს არის ასევე ბენქსის ქვეყანა და ქალაქიც, რომელმაც გვანახა პოლიციელი, რომელიც აფსამს კედელს, პოლიციელი, რომელიც ძალადობს ბავშვებზე, პოლიციელი, რომელიც არის შიშარა და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. პოლიციელი გეები მაგალითად, რომლებიც დღისით კოცნიან ერთმანეთს დასაუბრასაც ეძახიან. და ეს ერთი წარწერა რა გახდა ლონდონს და ბრიტანეთს არ ეშინია ამ
ნახატების მიერ. არის დემოკრატიის ერთ-ერთი მაგალითი და ნიმუში შეიძლება იქცეს, რომ შენ არ გეშინია იმ წარწერის, რომ პოლიციელი არის ღორი და ის რადგან შენ გახარ, ეს შეიძლება იყოს საღორი. და უბრალოდ თვალსაჩინოებისთვის გავიხსენებ მიხეილ ჯავახაშვილის სიტყვებს. ანგელოზი საღორეში ანგელოზია და ღორი სამოთხეში ღორია. ეს იყო და ეს არაფერი მithქვამს მეტი ამ გადაცემაში. უბრალოდ უცნაური ის იყო, რომ იმავე ღამეს წარწერა აღადგინეს ღორზე. და ეს არის მართლაც კიდევ უფრო ლამაზად გამოყვანილი, როგორც პოლის წარწერა ვიცით ჩვენ. და თან ოქროს ბრად